როგორ იქცა შავი ზღვის ერთი პატარა პორტი გლობალური პოლიტიკის ეპიცენტრად. უკვე ვიცით კონკრეტული თარიღი, როდესაც უნდა დაიწყოს საუკუნის პროექტად წოდებული ანაკლიის პორტის მშენებლობა. მშენებლობა 2021 წელს უნდა დასრულდეს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნავსადგური, რომელიც თავისი მნიშვნელობითა და მასშტაბით ქვეყნისთვის სტრატეგიულ პროექტს წარმოადგენს, აუცილებლად განხორციელდება. ანაკლიის პროექტი, რომელსაც საქართველოსთვის ისტორიული ცვლილება უნდა მოეტანა, დღეს გაურკვევლობის და დაპირისპირების სიმბოლოა, ხოლო პორტის ბედი დღემდე ბუნდოვანი. On the Black Sea, in the country of Georgia, lies the city of Anaklia, a place of great significance. ეს ისტორიული პროექტი დიდი გეგმებით დაიწყო, მაგრამ რეალური წინსვლა არ მოჰყოლია. ანაკლია მხოლოდ პორტი არ უნდა იყოს, ეს უნდა იყოს საქართველოს ერთგვარი ხიდი ევროპასა და აზიას შორის. ეს არის ადგილი, რომელსაც გლობალური ვაჭრობის გეოპოლიტიკური რუკის შეცვლა შეუძლია. ამ ეპიზოდში გავიგებთ, რატომ არის ანაკლიის პორტი სწორედ ახლა ასეთი მნიშვნელოვანი, რა გამოწვევებს უქმნის ჩინეთთან თანამშრომლობა ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებს და რა ბარიერების გადალახვა არის საჭირო იმისთვის, რომ ანაკლია ევროპისა და ჩინეთის დამაკავშირებელ ქმედით რგოლად იქცეს. ასევე განვიხილავთ, რატომ ვერ ხერხდება წლების განმავლობაში ამ პროექტისთვის ინვესტორის შერჩევა და როგორ აისახება ეს ქვეყნის გეოპოლიტიკურ პოზიციაზე. ვინ და რა პირობებით ააშენებს პორტს, გავლენას მოახდენს არა მხოლოდ საქართველოს რეგიონალურ როლზე, არამედ მსოფლიო სავაჭრო მარშრუტების ფორმირებაზეც. ამ ვიდეოში გიყვებით ყველაფერს, რაც ანაკლიის პროექტზე უნდა ვიცოდეთ. წარმოიდგინეთ, მსოფლიოს მეგა გემები შავ ზღვაში სწორედ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში ჩერდებიან, ხოლო საქართველო ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ გზაზე მთავარი მოთამაშე ხდება. ამ პოტენციალს განაპირობებს პორტის უნიკალური გეოგრაფიული მდებარეობა, რადგან ის ხდება სარტყლისა და გზის სატრანზიტო მარშრუტში, რომელიც ცენტრალური აზიისა და კასპიის ზღვის გავლით ჩინეთს ევროპასთან აკავშირებს. ჩინეთის სარტყლისა და გზის ინიციატივა, რომელიც თანამედროვე აბრეშუმის გზის სახელით არის ცნობილი, ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტია, რაც ქვეყნებს შორის სავაჭრო კავშირების გაძლიერებაზე შექმნილა. ეს ამბიციური გეგმა 2013 წელს ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა წარადგინა და მას შემდეგ მსოფლიო ყურადღების ცენტრშია. Chinese President Xi Jinping has chaired the third symposium. პროექტის მიზანი არის, რომ აზია, ევროპა და აფრიკა ერთმანეთთან ახალი გზებით უფრო სწრაფად და ეფექტურად დააკავშიროს. ეს ინიციატივა არ არის მხოლოდ ინფრასტრუქტურული პროექტი. ეს არის ახალი ეპოქის დასაწყისი, სადაც გლობალური სავაჭრო ქსელი ხელახლა ფორმირდება. პროექტის საჭიროება ჩინეთის სწრაფმა ეკონომიკურმა ზრდამ განაპირობა, რადგან როგორც ვიცით, ჩინეთი გლობალური მიწოდების ჯაჭვში არის ლიდერი და დიდი ხანია ეძებს ახალ გზებს პროდუქციის უსაფრთხო ექსპორტისთვის. მას უკვე აქვს წილები საბერძნეთის, ნიდერლანდების და თურქეთის პორტებში და ბუნებრივია დაინტერესებულია საქართველოთაც, რომ თავისი სავაჭრო მარშრუტები უფრო უსაფრთხო და დივერსიფიცირებული გახადოს. In March 2011, the first China-Europe Railway Express was officially launched, starting from the Tuanji Village Center station. ანაკლიის მნიშვნელობის გასაგებად, მოდი გადავხედოთ ჩინეთის სავაჭრო მარშრუტებს. ეკრანზე ხედავთ სამი მთავარი დერეფნის რუკას: ჩრდილოეთის, სამხრეთის და ახალ გაჩენილ შუა დერეფანს. აქ ჩანს, როგორ მოძრაობს ჩინური ტვირთები ამ გზებზე და რა გამოწვევები ახლავს თან თითოეულ მარშრუტს. ჩინეთი, როგორც ვაჭრობის გლობალური ლიდერი, ყოველწლიურად ტრილიონობით დოლარის საქონელს ყიდის და ყიდულობს, ხოლო მისი მთავარი სავაჭრო გზები არის ჩრდილოეთის და სამხრეთის დერეფნები. ჩრდილოეთის დერეფანი. ეს მარშრუტი ჩინეთიდან ყაზახეთზე, შემდეგ კი რუსეთისა და ბელარუსის გავლით ევროპაში გადის. თუმცა გეოპოლიტიკური არასტაბილურობა რუსეთში, დასავლეთის სანქციები და ჩინეთ-რუსეთს შორის არსებული ისტორიული უთანხმოებები ამ გზის სტაბილურობას მაინც გარკვეულ საფრთხეს უქმნის. სამხრეთის დერეფანი. ჩინეთის საზღვაო ვაჭრობის უდიდესი ნაწილი სწორედ მალაკის სრუტეზე გადის, რომელიც აზიასა და ევროპას აფრიკასთან აკავშირებს. მაგრამ აქაც არის გარკვეული სირთულეები. მალაკის სრუტე ამერიკის სამხედრო კონტროლის ქვეშაა. მისი ბლოკირების შემთხვევაში ჩინეთის ეკონომიკა სერიოზულ დარტყმას მიიღებს. მიუხედავად ამისა, საზღვაო ტრანსპორტი ყველაზე იაფი და ეფექტურია, ამიტომ მისი სრულად ჩანაცვლება ნაკლებ სავარაუდოა. შუა დერეფანი, შესაძლებლობა საქართველოსთვის.
უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე შუადერეფანი ყველაზე უსაფრთხო მარშრუტად იქცა. ეს გზა ჩინეთს ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანის და საქართველოს გავლით ევროპასთან აკავშირებს. მარშრუტი სარკინიგზო და საზღვაო ტრანსპორტის კომბინაციაა. თუმცა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში არსებული სარკინიგზო ინფრასტრუქტურა ტვირთის გადაადგილებას აფერხებს. მიუხედავად ამ სირთულეებისა, საჭირო ინვესტიციების ჩადების შემთხვევაში შუადერეფანი სრულად ამუშავდება. ასე საქართველოს შეძლებს კონკურენცია გაუწიოს რუსეთზე გამავალ ჩრდილოეთის მარშრუტს, ხოლო ანაკლიის პორტი თავისი 16 მეტრიანი სიღრმით და სტრატეგიული მდებარეობით ამ დერეფნის საკვანძო წერტილი გახდება. რადგან ანაკლიის პორტი არის საქართველოში ყველაზე ღრმაწყლოვანი, ეს მას საშუალებას მისცემს გიგანტური ტვირთმზიდი გემები მიიღოს. ანაკლია მისი ადგილმდებარეობა უმნიშვნელოვანესია კავკასიისა და შუა აზიის ქვეყნებისთვის. ის ხდება კარიბჭე ევროპასა და აზიას შორის, რომელიც რეგიონალურ და საერთაშორისო ვაჭრობაში განსაკუთრებულ როლს შეასრულებს. თუკი ჩინეთი შეძლებს, რომ შუადერეფანი სრული დატვირთვით აამუშაოს, მაშინ ევროპამდე ტვირთის გადასაზიდად ჩრდილოეთ და სამხრეთის დერეფნებზე უფრო უსაფრთხო მარშრუტს იპოვის. ასე ქვეყანა ამცირებს ამერიკასა და რუსეთის მიერ კონტროლირებად სავაჭრო გზებზე დამოკიდებულებას. სწორედ ამიტომ გახდა ანაკლიის პორტის აშენება-არაშენება გეოპოლიტიკური მნიშვნელობის. პორტის მშენებლობაზე საუბარი 2011 წელს სააკაშვილმა დაიწყო. იდეა ქართული ოცნების მთავრობის ხელშიც ცოცხალი დარჩა და 2014 წელს საქართველოს მთავრობამ შავი ზღვის სანაპიროზე თანამედროვე ღრმაწყლოვანი პორტის ასაშენებლად ტენდერი გამოაცხადა. ტენდერი მოიგო ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე. ანაკლიის განვითარების კონსორციუმი TBC ჰოლდინგმა და კონტი ჯგუფმა დააფუძნეს. კონსორციუმმა 52 წლიანი უფლება მოიპოვა განავითაროს და ოპერირება გაუწიოს ანაკლიის საკონტეინერო პორტს. 2017 წელს პორტის მშენებლობა საზეიმოდ გაიხსნა და ყველაფერი თითქოს გეგმის მიხედვით მიდიოდა, თუმცა ანაკლიის გარშემო სიტუაცია მალევე აირია. ხაზარაძე ჯაფარიძე წერეთლის ბრალდება ფულის გათეთრების საქმის განხილვა დასკვნით ეტაპზეა. რა ვიცით ამ დროისთვის ხაზარაძე ჯაფარიძის საქმეზე? საზოგადოებისათვის ცნობილია 2018 წლის 2 აგვისტოს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის და მოადგილის მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე. 2018 წელს TBC ბანკის დამფუძნებლები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ფულის გათეთრებაში დაადანაშაულეს. მათ ეს პოლიტიკურ ზეწოლად შეაფასეს. კონსორციუმი ინვესტორების მოძიებაზე მუშაობდა, მაგრამ ბრალდებების ფონზე ინვესტორების ნდობა შეირყა. რა თქმა უნდა, აყენებს იმ პროექტებს, რომელშიც ჩვენ ვართ. უნდა გითხრათ, რომ ყველაფერს გავაკეთეთ იმისათვის, რომ არც ერთი პროექტი, სადაც მე და მამუკა მონაწილეობთ, არ შეფერხდეს, არანაირი პრობლემა არც ერთ მათგანს არ შეეხოს და არ შეაფერხოს მათი განხორციელება. 2019 წელს ანაკლიის განვითარების კონსორციუმს მთავრობამ კონტრაქტი გაუუქმა. ოფიციალური მიზეზი ფინანსური ვალდებულებების შეუსრულებლობა იყო. ხაზარაძის განცხადებით, მთავრობამ მიზანმიმართულად დაბლოკა პროექტი ჩინური კომპანიის სასარგებლოდ. იგი ირწმუნებოდა, რომ კონსორციუმს ინვესტორების მოსაზიდად კონკრეტული გეგმა მართლაც ჰქონდა, თუმცა მთავრობის მხრიდან მხარდაჭერის ნაცვლად მათ გარკვეული ბარიერები შეექმნათ. 2019 წელს მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ბრალდებით სისხლის სამართლის საქმე დაიწყო. ბუნებრივია ეს მოვლენები ანაკლიის პორტის პროექტის ფინანსურ სტაბილურობაზე უარყოფითად აისახა. სწორედ ამ გაურკვევლობების ფონზე ამერიკის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ღიად გამოხატა ინტერესი ანაკლიის პორტის მიმართ. რუს პრემიერ-მინისტრი ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის განცხადებას პასუხობს მამუკა ბახტაძე მაიკ პომპეოს გზავნილებს ჟურნალისტებთან საუბარში გამოეხმაურა და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ანაკლიის პროექტს საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა აქვს. მან იმედი გამოთქვა, რომ ანაკლიის პორტი აშენდებოდა დასავლური პრინციპების დაცვით, რაც ქვეყანას აარიდებდა ჩინეთისა და რუსეთის ეკონომიკურ გავლენებს. ეს იყო ერთგვარი პირდაპირი გზავნილი საქართველოს მთავრობის მიმართ. 2020 წელს საქართველოს მთავრობამ ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან ხელშეკრულება გაწყვიტა, მიზეზად კი ფინანსური ვალდებულებების შეუსრულებლობა დაასახელა.
პარალელურად მამუკა ხაზარაძემ საერთაშორისო არბიტრაჟში საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. ჩინური მსხვილი ინვესტიციის საქართველოში შემოსვლა პოლიტიკურ დღის წესრიგში მთავარ ადგილს იკავებს. ანაკლიის სპორტის პროექტში ჩინურ-სინგაპურულ კონსორციუმზე არჩევანის გაკეთებამ ღრმაწყლოვანი ნავსადგურის გარშემო წლების წინანდელი ბრალდებები გააქტიურა. 2024 წელს საქართველოს მთავრობამ პორტის ახალ ინვესტორად ჩინური კომპანიების კონსორციუმი დაასახელა. უსაფრთხოების სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ამ ნაბიჯით საქართველოს ამერიკის სტრატეგიულ ინტერესებს დაარტყა. 2024 წელს ცნობილი გახდა საერთაშორისო არბიტრაჟის გადაწყვეტილებაც, რომელმაც ხაზარაძის ბრალდებები იმის შესახებ, რომ მთავრობამ მიზანმიმართულად დაბლოკა ანაკლიის პროექტი, არ დაადასტურა. ჩინელები შავი ზღვით და ანაკლიის პორტით კი დაინტერესდნენ, მაგრამ ამ დრომდე ანაკლიის ბედი გადაწყვეტილი მაინც არ არის. ჩინეთს საქართველოში მნიშვნელოვანი ინვესტიცია არ განუხორციელებია. სავარაუდოდ ამის მიზეზი ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისია. ლოჯისტიკას და მულტინაციონალურ კომპანიებს სჭირდებათ სტაბილური და პროგნოზირებადი გარემო. თვალი გადავავლოთ, რა ვიცით და რა არის კვლავ ბუნდოვანი ანაკლიის სპორტის ირგვლივ. 2024 წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საჯაროდ გამოაცხადა, რომ ანაკლიის სპორტის მშენებლობა ოფიციალურად დაიწყო. ეს ჩვენ აღნიშნავთ ძალიან მნიშვნელოვან დღეს, ეს არის ქვეყნისთვის უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე პროექტის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის დაწყება. წესით პროექტს მეტი სიცხადე უნდა შეეძინა, მაგრამ ახალი კითხვები გააჩინა. კობახიძის ცნობით, პროექტის პირველი ფაზა, რომლის ღირებულებაც $600 მილიონ შეადგენს, 2029 წელს დასრულდება. მშენებლობის პროცესში კი 500-მდე ადამიანი დასაქმდება. ხოლო ბელგიური კომპანია Yandnuli უკვე მუშაობს შავი ზღვის ფსკერის გაღრმავებაზე. კომპანიის დირექტორი გვპირდება, რომ 10 წელიწადში ანაკლიას ვეღარავინ ვიცოდოს. We are ready to face any challenge 2025 has in store for us. We accelerate the transition to renewable energy. კობახიძის განცხადებას თუ ვენდობით, პორტის 51% სახელმწიფო საკუთრებაში დარჩება, ხოლო 49% კერძო ინვესტორს გადაეცემა. მთავრობა ამ დრომდე მოლაპარაკებებს აწარმოებს ჩინურ-სინგაპურულ კონსორციუმთან. საბოლოო გადაწყვეტილება კი არ გამოცხადებულა. მანამდე კი ანაკლიის სპორტის გარშემო ბევრი ისეთი საკითხია, რაზეც მთავრობა ინფორმაციას არ ასაჯაროვებს, არც კითხვებს პასუხობს. მაგალითად, არ ვიცით, როგორია ინვესტორების შერჩევის პროცესი. რა პირობით შეირჩა ჩინური კომპანია, რომელიც ამერიკის მიერ არის სანქცირებული და ასევე შემჩნეულია კორუფციულ ფინანსურ გარიგებებში. ან რა ეტაპზეა მოლაპარაკებების შერჩეულ კომპანიასთან, რა წერია კონტრაქტში და უკვე გვაქვს თუ არა კონკრეტული ვალდებულებები აღებული. ბუნდოვანია ისიც, რა ფინანსური რესურსით აპირებს საქართველოს ბიუჯეტი პორტის მშენებლობას. სახელმწიფო ხომ 51%-ის მფლობელად უნდა დარჩეს. ამ ფულს ვისგან ვისესხებთ? ისევ ჩინეთისგან ხომ არა? ამ დრომდე რამდენი მილიონი აქვს ივანიშვილის მთავრობას ანაკლიაში დახარჯული. და თუ ანაკლია საბოლოოდ ოდესმე აშენდა, გვაქვს თუ არა გეგმა, როგორ გამოვიყენოთ ან განვავითაროთ ეს პორტი? ეკონომიკის სამინისტროს ეს კითხვები დაუსვით, თუმცა როგორც მოსალოდნელი იყო, მათგან პასუხი ვერ მივიღეთ. ასევე საყურადღებოა კიდევ ერთი გარემოება. 2024 წელს ამერიკამ საქართველოსთან სტრატეგიული ურთიერთობების შეაჩერა. ოფიციალური განცხადებების თანახმად, მიზეზად სახელდება ქვეყანაში დემოკრატიის უკუსვლა, რუსული კანონის მიღება და ანაკლიის სპორტის ჩინური კომპანიისთვის გადაცემა. საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ამერიკის გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი სწორედ ანაკლიის სპორტია. პოლიტიკური კუთხიდან რომ შევხედოთ, ივანიშვილისთვის ანაკლია შტატებთან ვაჭრობაში კარგი გამოსაყენებელი იარაღია. თქვენ როგორ ფიქრობთ? დაგვიწერეთ კომენტარებში და გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი მეტი ასეთი ვიდეოს სანახავად. პოდკასტის მოსმენა შეგეძლებათ ასევე iFact-ის Spotify-ის ანგარიშზე.